მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და მოდი უცებ ვნახოთ, უცებ პატარა მოკლე გაშლა ჩავწეროთ და ვნახოთ ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. აბა ჩაიფიქრეთ საკუთარი თავები, პიროვნებები და დავიწყეთ ენატრებით თუ არა. ენატრებით თუ არა პიროვნებას. მოცემული ბარათებიდან გეტყვით ენატრებით, მაგრამ ეს მონატრება მარტივი და მსუბუქი არ არის, იმიტომ რომ ფონური ენერგია ჭა, ამბობს რომ გზნობა ძალიან ღრმად არის ჩაკეტილი, ხო? ეს არის ესე ვთქვათ მონატრება, რომელსაც არ ესე იგი გიჩვენებენ, არ გიმხელენ და ბოლომდე თვითონაც ვერ ერკვევიან, ხო? ხვდებით, ემოცია დგას ესე ვთქვათ ფსკერზე ჩუმად, მაგრამ აი ძლიერად არის ჩალექილი, ხო? ხე გვიჩვენებს რომ ეს კავშირი მისთვის არის ფესგადგმული, თქვენთან დაკავშირებული გზნობა არ არის წამიერი მისთვის, ეს არის ხანგრძლივი, ნელა გაზრდილი ემოციური მიჯაჭვულობა, რომელიც დროის მიუხედავად თქვენთან მიმართებაში არ გამკრალა. არჩევნის ბარათი ამოდის, ესე ვთქვათ, მიუთითებს ესე იგი ეს ბარათი შიდა ბრძოლებზე, გული ერთ რამეს ეუბნება, გონება სხვა რამეს ეუბნება, მონატრება არსებობს, მაგრამ მას თანსდებს გაურკვევლობა რა მიმართულებით წავიდეს და რა მოყვება ამ გზნობას მომავალში, ხო? და ქალის ფიგურაა, ხო? ბოლო ბარათი მეოთხე და ისე ძირითადი და მესამე ბარათი და ეს საბოლოოდ ამბობს რომ ემოციური ფოკუსი მას რეალურად თქვენზე აქვს. კი, მის შიგნით ესე იგი თქვენ ხართ ის ადამიანი, ის ფიგურა, ხო? ვისთანაც ეს გრძნობაა მიბმული, არა ალტერნატიული ვარიანტები და არც ჩანაცვლებული ხართ ვინმეთი სხვა ქალით, ხო? რეალურად კი ენატრებით, მაგრამ ეს არის ჩუმი ღრმა შეკავებული მონატრება, რომელიც ჯერ ვერ გადადის მოქმედებაში. სულ ეს ყო ჩამოძვირფასებო ასე საყვარად, ლამაზად და მოკლედ ნათქვამი ენატრებით თუ არა პიროვნებას. მადლობა რომ ხართ ის თვარის ტაროს არხზე ჩემთან ერთად და დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, შეხვდეთ რამდენ შემდეგ გაშლაში შევხვდებით. გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, სიკეთეს. კარგად იყავით.